ბიბლიის ისტორიაში ყველაზე დიდი უბედურება, რომელმაც ყველაზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, დიდი წარღვნა იყო. ეს მოვლენა ნოეს წარღვნად იყო ცნობილი. ზუსტად არ ვიცით, რამდენი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ამ უბედურებას მხოლოდ 8 ადამიანი გადაურჩა. ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ გადარჩნენ მხოლოდ ნოეს ოჯახი. ერთი საინტერესო კითხვა, რას აკეთებდნენ დანარჩენი ადამიანები, როდესაც ეს 8 კიდობანში შევიდა? ნოეს წარღვნის შესახებ ძველი აღთქმის დაბადების წიგნში თავები მე-6, მე-7 და მე-8 თავებია მოთხრობილი. თუმცა როგორც არ უნდა ვეძებოთ, ვერსად ვპოულობთ ჩანაწერს იმის შესახებ, თუ რას აკეთებდნენ დანარჩენი ადამიანები ნოესა და მისი ოჯახის გარდა, რას აკეთებდნენ იმ დროს დანარჩენი ადამიანები და რატომ ვერ გადაურჩნენ უბედურებას. ბიბლიური მუხლი, რომლის გაცნობაც დღეს მინდა, არის მათეს 24 თავის 27 მუხლი. ვინაიდან როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის დის მოსვლაც. სამშაბათს ჯვარზე განკვეთამდე 3 დღით ადრე, იესო ქრისტე მიწინასწარმეტყველა. როგორი იქნებოდა მდგომარეობა დაახლოებით 2000 წლის შემდეგ. ანუ იმ ეპოქაში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, გამომთქვამს შემდეგს. ვინაიდან როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის დის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება კაცის დის მოსვლაც. თუმცა აქ საინტერესო ის არის, რომ იგი დეტალურად აღწერს, რას აკეთებდნენ ადამიანები წარღვნის დროს. სანამ ნოე და მისი ოჯახი კიდობანში შედიოდნენ, დანარჩენი ადამიანები უბრალოდ ჭამდნენ და სვამდნენ, ცხოვრობდნენ ჩვეულებრივ. და მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა და წყლის დონე ამაღლდა, არ იცოდნენ, რა მოხდებოდა. მაშ, რატომ იყვნენ ისინი უყურადღებონი და არ ამზადებდნენ არაფერს ძლიერი წვიმისას, რომელიც თითქოსცა გაიხსნა? იმ დროს ხალხს ვერ წარმოედგინა, რომ წვიმა მასშტაბურ წყალდიდობას გამოიწვევდა და სანამ ისინი გადაწყვეტდნენ რამის გაკეთებას, უკვე გვიანი იქნებოდა. მიქელანჯელოს წარღვნა, რომელიც ნოეს წარღვნას ასახავს, ნათლად ასახავს იმ ადამიანების ფიგურებს, ვინც დატოვა. მოულოდნელი წარღვნის გამო, ნახატზე გამოსახული ადამიანების უმეტესობა სათანადოდ ჩაცმულიც კი არ არის. ზოგი წვიმისგან ვიწროს სახიფათო კაროებში აფარებდა თავს, რომლებიც ნებისმიერ წამს ჩაძირვას იყო მზად, ზოგი კი კიდობანზე ასვლას ახერხებდა. მაგრამ შესვლის გზას ვერ პოულობდა და სასოწარკვეთილებით ნაჯახით ურტყამდა მას. ნახატში გამოსახული სურათების მეშვეობით შეგვიძლია ვნახოთ ადამიანების უსაზღვრო დაუცველობა კატასტროფების წინაშე, რომლებიც ჩვენს მოლოდინს აღემატება. დღესაც რომ იგივე სიტუაცია მოხდეს, შესაძლოა შედეგი დიდად განსხვავებული არ იყოს. არა პროგნოზირებადობა, სწორედ ესაა კატასტროფების ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი. თუმცა როგორც წერია ნოეს დღეებში არსებული მდგომარეობის მსგავსად, ჩვენი ცხოვრების ამ ეტაპზეც არაპროგნოზირებადი კატასტროფები მრავალი ფორმით გველოდება. ინდუსტრიალიზაციასთან და სხვადასხვა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, უეცარი კატასტროფები, რომლებიც ადრე შეუძლებელი იყო, ახლა ჩვენს გარშემო ხდება. აფეთქების დრო, ადგილი, ტიპი და მასშტაბი, არ არსებობს სრულყოფილი მზადყოფნა, რომელსაც ამ მიმართულებებიდან რომელიმე არ აქვს ხარვეზი. რა გავაკეთოთ ასეთი გარდაუვალი კატასტროფების წინაშე? ნამდვილად არსებობს შეზღუდვები, რაც მხოლოდ ადამიანის ძალითა და ძალისხმევით შეიძლება მიღწეულიყო. ჩვენთვის ბიბლია გვიჩვენებს მომზადების ყველაზე სრულყოფილ და უტყუარ გზას, რომელიც ახალი აღთქმის პასექია. კორეული სახელწოდება პასექი მომდინარეობს სიმბოლოებიდან გადახტომა და გადაკვეთა, რაც გულისხმობს, რომ კატასტროფები გადაივლის და ეს ასევე ასახულია ინგლისურ ტერმინში Passover, რაც ნიშნავს, რომ კატასტროფები გადაივლის. ახალი აღთქმის პასექის აღნიშვნისას კატასტროფებისგან დაცულები ვიქნებით, რადგან ეს დაცვა ღმერთმა, ზებუნებრივმა არსებამ აგვითქვა. სინამდვილეში ბიბლიაში წერია, რომ ისინი, ვინც პასექს აღნიშნავდათ, დაცულნი იყვნენ კატასტროფებისგან. როდესაც ისრაელები ეგვიპტეში მონები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყანა შიშისგან ზრწოდა უპრეცედენტო კატასტროფის გამო, მათ აღნიშნეს პასექი და ღმერთი იცავდა მათ. დაახლოებით 800 წლის შემდეგ, როდესაც ძლევამოსილი ასურეთის იმპერია ისრაელს დაესხა, ისინი კვლავ დაცულნი იყვნენ პასექის აღნიშვნით. ისინი, ვინც ღვთის აღთქმის თანახმად პასექს აღნიშნავდნენ, დაცულნი იყვნენ ყოველგვარი უბედურებისგან. მართლა შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ უბედურებები მხოლოდ პასექის აღნიშვნით? იქნებ თქვენივე თავსაც უსვამთ ამ კითხვას. ჩვენ არ შეგვიძლია სრულად მოვემზადოთ ყველა უბედურებისთვის, რადგან არ ვიცით, როდის ან როგორ მოხდება ისინი. რა თქმა უნდა, კარგია, როცა შემთხვევითობის ან იღბლის გამოუნებელი ხარ, მაგრამ ყოველი წამი იღბალსა და დამთხოვას არ უნდა მივანდოთ. ამიტომ ვიდრე ოდესმე გვჭირდება მტკიცე აღთქმა და არა ისეთ გაურკვეველზე დაყრდნობა, როგორიცაა იღბალი ან შემთხვევითობა. სწორედ ესაა ახალი აღთქმის პასექი.